პროექტი გამომყევი აჭარაში სულ 6 დღეა რაც დაიწყო და უკვე მართლა დავიღალე, რა უბედურება ამდენი ნეგატივი. უბრალოდ მაყურებელმა რომ თქვას, რომელიც ბლოგერობისგან შორსაა, კიდევ მესმის, მაგრამ შემდგარი ბლოგერი, კონტენტ კრეატორი, როცა გამოდის და ამბობს, დავიღალე და კიდევ 3 თვე ამას უნდა უყურო, ეს არის სამარცხვინო. ბლოგერმა, რომელმაც იცის თითოეულ ვიდეოში რამხელა შრომაა ჩადებული. უნდა მოძებნო ადგილი, მოიძიო ინფორმაცია, მოიფიქრო სცენარი, დაგეგმო, მიხვიდე, მოინახულო, გადაიღო, ააწყო ვიდეო, შეურჩიო ტექსტი და შემდეგ გამოაქვეყნო. ვიღაც რომ არ მოგეწონება, ან შესაძლოა არც ერთი არ მოგეწონოს, ეს არის ნორმალური გემოვნების საკითხი, მაგრამ ასეთი დამონათება და შეურაცხყოფის მიყენება, რას მივაწეროთ კრეატორისგან. მარტო შენს რეკლამებს უნდა უყუროს ხალხმა, შენ ქმნე მარტო საოცრებებს თუ რა? თურმე ნეტა 2 ვიყო, მე ვერ ვიქნები, მაგრამ 5 ივლის პლუსები გაორმაგდება. ყველას რომ აკერია პირზე, ეს ყოფილა ძალიან ორიგინალური. აი ფრიად გადარეული ვარ, როგორ მოიფიქრა, საიდან ასეთი იდეა. ასე ძალიან გაშინებთ ახალი სახეების გამოჩენა ონლაინ სივრცეში, რომ აღარ იცით ბოღმა სად დამალოთ. ამ სფეროს ისედაც ნაკლებად აღიქვამენ სერიოზულად საქართველოში და კიდევ თავად წარმომადგენლები რომ ხელს უწყობთ ამ მცდარ შეხედულებას. დანარჩენს აღარ ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ აქ გამოჩნდა ნამდვილი სახე. თუ არ მოგწონს, თუ გინდა სხვა რამ მიიღო, მიეცი რჩევა. თუ არ გინდა რჩევის მიცემა, გაიარე. იმდენი რამ ხდება სოციალურ სივრცეში, რაც ჩემს ინტერესებს არ შეესაბამება, არ ვუყურებ. ძალიან მარტივია. მოგწონს უყურე, არ მოგწონს არ უყურო. წინა წლებში საერთოდ არც მიმიდევნებია თვალი ამ პროექტისთვის და ჩატარდა როგორმე ჩემ გარეშე და ახლაც თქვენ გარეშეც ჩატარდება როგორმე. არ ინერვიულოთ მაგაზე. ზოგმა კიდევ ოღონდ ვითო რაღაცა მაგარი ღადაობა გააძროთ და სულ არ ფიქრობთ სხვებზე. არც თქვენ არ ხართ თქვენი ვითო ღადაობებით იმდენად საინტერესო, რამდენადაც თქვენ წარმოგიდგენიათ. და საერთოდ ელემენტარულია სხვების პატივისცემა. მართლა რა გჭირთ ხალხო, რატომ უკარგავთ ადამიანებს ყველაფრის კეთების სურვილს? თუ ამ აგორებულ სკანდალს რაღაცა სარჩულები უდევს, ცოტა ხნის წინ აგრე საქართველოში ერთი კაი კაცის კონცერტი იყო, რომელსაც მილიონობით $, დაეხარჯა. მაგრამ არ მინახავს ასეთი აგორებული ტალღა და მთელი ანტიკამპანია, რომ რას ქვია, კონცერტში ხარჯება ეს თანხა და დიუშენის დისტროფიის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის არ მიდის ეს თანხები. შეიძლება მე არ შემხვედრია, ვერ გეტყვით, იმიტომ რომ სპეციალურად არავის არ უყურებ და შეხვედრით კიდევ მე ნამდვილად არ შემხვედრია და შეიძლება იყო ასეთი და მე არ შემხვედრია. თუ ასეთი რამ იყო, ბოდიშს მოვიხდი, მაგრამ მე არ შემხვედრია უბრალოდ. ანუ რაღაცა აგორებული ესეთი ტალღა რო ყოფილიყო, ვფიქრობ რომ შემხვდებოდა, მაგრამ არ შემხვედრია. და ამდენ $1,000,000-თან მიმართებაში 300,000 მალარმა შეგაწუხათ. არ ინერვიულოთ ხალხო, ამ 300,000 ლარიდან 20% ისევ ბიუჯეტში რჩება. ნუ ინერვიულებთ თქვენ ამაზე. კი, რაღაცები ჩემს ყურსაც ძალიან ცუდად მოხვდა და არ იყო მოსაწონი, კი ბატონო. ასევე ყველა მონაწილე ნამდვილად არ მომწონს, მყავს ჩემი რჩეული ამ ეტაპისთვის. მაგრამ ასეთ ლაფის გადასხმა ყველა მონაწილეზე უკლებლივ და თვითონ პროექტზე აი ცოტა არ იყოს და ზედმეტი არის. რა თქმა უნდა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ვინ რას და როგორ წარმოაჩენს, თუმცა როცა პროექტი ტარდება და ეს პროექტი რამდენიმე წლის განმავლობაში მეორდება, ზოგადად ასეა ყველა პროექტს აქვს ერთი მიმართულება. კონკურსები ასეა ხოლმე, სიმღერის კონკურსში სულ სიმღერებია, ცეკვების კონკურსში სულ ცეკვებია. ფეხბურთის შეჯიბრებებში სულ ფეხბურთელები არიან, სულ ერთი და იგივე გუნდები, ხანდახან თუ შეემატება რაღაცა განსხვავებული გუნდები, სულ ერთი და იგივე ფეხბურთელები, კაცო დავიღალეთ. ეს პროექტი არის ძალიან კარგი შესაძლებლობა მათთვის, ვისაც უნდა აუდიტორიის შეძენა, გაზრდა, ან საკუთარ აუდიტორიას სულ სხვა კუთხით დაანახოს თავი, საკუთარი შესაძლებლობები გამოსცადოს, გამოცდილება მიიღოს, საინტერესო და თავგადასავლებით სავსე 3 თვე გაატაროს. და ის ფულადი პრიზები, რაც არის პირველი 4 ადგილისთვის დაწესებული, ერთგვარი სტიმულიც არის და მუხტიც. რატომაც არა. რატომაც არა. უბრალოდ მაინც მგონია, რომ მხოლოდ და მხოლოდ ფულზე არ არის დამოკიდებული ყველაფერი. შეიძლება ვიღაცისთვის ორიენტირი და მთავარი იყოს ეს ფულადი ჯილდო, მაგრამ ვფიქრობ, რომ მარტო ფული არ არის მით უმეტეს ყველასთვის. ეს პროექტი ეკუთვნის აჭარის ტურიზმის დეპარტამენტს და ამიტომაც სტარდება აჭარაში და არ მგონია, რომ სხვა კუთხეებს ვინმე უშლიდეს მსგავსი პროექტის ჩატარებაში ხელს. არ ვიცი, ვინ უნდა უშლიდეს ხელს. ვისაც უნდა ჩაატაროს და ძალიან დიდი სიამოვნებით, რატომაც არა. არ მგონია, რომ რომელიმე მონაწილე წინააღმდეგი იყოს, რომ მაგალითად გურიაში ჩატარდეს, იმერეთში ჩატარდეს, კახეთში ჩატარდეს. მე არ მგონია, რომ რომელიმე მონაწილე ამის წინააღმდეგი იყოს. ანუ რა კავშირშია ამასთან მონაწილე? პროექტის წესები არის ყველასთვის ხელმისაწვდომი აბსოლუტურად.
იქ წერია, რომ თითოეულ მონაწილეს ეძლევა სია იმ ადგილებისა, რომლებიც უნდა მოინახულოს და რომლებზეც უნდა გადაიღოს ვიდეო, ფოტო მაინც. აუცილებელი პირობა არის ეს. სანამ ბრძნულ აზრებს გადამოაფრქვევთ, ჯერ გაეცანეთ წესებს, მოიძიეთ ინფორმაციები და მერე აფრქვიეთ თქვენი აზრები. პრეტენზიებით რომ გამოდიხართ, სხვა კუთხეებზეც გადაიღონ, რატომ მარტო აჭარაში? გადაიღეთ. ვინმემ დაგიშალათ? გადაიღე, რაც გაგიხარდეს. არ ვიცი, ვინმე თუ დაგიშალათ, გაგვაგებინეთ ჩვენც. შენ შეგიძლია ბლოგერს პროექტი იქნება თუ პროექტს მიღმა არ აქვს მნიშვნელობა, მისცე რჩევა, სად წავიდეს რა მოინახულოს, ან სთხოვო რომ რაღაც კონკრეტული ადგილი გადაიღოს, იმიტომ რომ მისგან გაინტერესებს ეს ადგილი. მაგრამ ესე პრეტენზიების წაყენება და დაავალდებულო ადამიანი რომ გინდა არ გინდა იქ წადი და ის გადაიღე, არ ვიცი. აი ვერ ვიგებ მართლა. რასაც უნდა იმას გადაიღებს. მაინც ძალიან გაუგებარი არის ჩემთვის რა. ყველა მონაწილე არის საკუთარი ხარჯებით. არავინ არ აფინანსებს. ესეც წესებში არის გაწერილი, რომ არ ფინანსდება. შეიძლება ვიღაცა სადღაც უფასოდ გაუმასპინძლდეს, მაგრამ ძირითადი ხარჯი, ეგეც შეიძლება, არ ვიცი, შეიძლება იყოს ასეთი, მაგრამ შეიძლება არც იყოს. ძირითადი ხარჯი არის ამ ადამიანების და საკუთარი პირადი ხარჯებით ვინცად წავა, რას გადაიღებს, როგორ გადაიღებს, თქვენი რა საქმეა უკაცრავად. ჯერ პროექტი მიმდინარეობს 6 დღეა. 92 დღიდან 6 დღე გავიდა ჯერ მხოლოდ. ეს ადამიანები ჯერჯერობით არიან ქალაქებში და მათ ახლომდებარე შემოგარენში. თქვენ რა იცით? მართლა მაინტერესებს ოღონდ და ვიღაცა მიპასუხეთ. თქვენ რა იცით? ვის რა იდეა აქვს? ვის რა გეგმები აქვს? ვინ რის გადაღებას აპირებს? როგორ აპირებს გადაღებას? რა კადრების მოწოდებას აპირებს? რა ფორმით აპირებს მოწოდებას? აი თქვენ რა იცით? გეხვეწებით მითხარით რა. ამ 4 და 5 დღეში ერთი კვირაც რომ არ გასულა ჯერ როგორ გამოიტანეთ მსგავსი დასკვნები. გავლენ ეს ადამიანები სოფლებში, მაღალმთიან აჭარაში და გამოჩნდება მერე ყველაფერი. ასე დასკვნების გაკეთება როგორ შეგიძლიათ, თუმცა შეგეძლოთ დასკვნების გაკეთება, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ არ უყუროთ უბრალოდ. ძალიან უხერხულია თითოეული მონაწილის მიმართ, რაც ხდება ახლა ამ პროექტთან მიმართებაში, რა ანტიკამპანიაც არის აგორებული. ძალიან უხერხულია, მიუხედავად იმისა, რომ მე რომელიმე კონკრეტული მონაწილე მომწონს თუ არ მომწონს, ჩემი პირადი დამოკიდებულების მიუხედავად, თითოეული მონაწილის მიმართ არის ძალიან უხერხული და განსაკუთრებულად უხერხული არის კონტენტ კრეატორებისგან, ბლოგერებისგან, რომლებსაც ყავთ დიდი აუდიტორია. ძალიან უხერხულია ხალხო, ძალიან უხერხულია მართლა. ანუ თქვენ გარდა არ უნდა იყოს არავინ ბლოგერი და კრეატორი, კი ბატონო, გონიერება გამოიჩინეთ თქვენ და პირველები შემოდით ამ სფეროში, ძალიან კარგია, მისასალმებელია, დასაფასებელია, წარმატებები. მაგრამ სხვებს რატო უკრძალავთ ამას? რადგან უკვე გადაიღეს აჭარაზე, ამიტომ სხვებს აღარ აქვთ უფლება რომ აჭარაზე გადაიღონ. რამდენიმე მოგზაური რომ მოივლის საქართველოს ყველა კუთხე კუნჭულს, მერე სხვებს აღარ ექნებათ უფლება რომ გადაიღოს საქართველოს ადგილები. ხო? ვართმევთ ამ უფლებას ადამიანებს. ანუ კრეატორი ხარ, ბლოგერი ხარ და ადამიანებს ეუბნები, ვისაც ამ სფეროში შემოსვლა უნდა რომ უი არა, დაგაგვიანდა. და ყველანაირ სურვილს უკარგავთ. კიდევ კარგი რომ თქვენი არც ერთის გამომწერი არ ვართ, რომ ძალიან შემრცხებოდა საკუთარი თავის. ახლა მე ნეიმარზე უნდა ვწერდე ვიდეოს და რაზე მიწევს საუბარი. ამასაც თუ ახსნა განმარტება დასჭირდებოდა, რას წარმოვიდგენდი. წარმატებას ვუსურებ პროექტის თითოეულ მონაწილეს. წინ დიდი დრო არის, ბევრი ადგილი აქვთ მოსანახულებელი და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან კარგ ვიდეოებსაც შემოგთავაზებენ. წარმატება აბსოლუტურად ყველას. რაც მთავარია, გულთან ახლოს არ მიიტანოთ არც ერთის ნათქვამი, თქვენი საქმე აკეთეთ, როგორც დაგეგმილი გქონდათ, როგორც გინდოდათ შეგესრულებინათ და მიყევით თქვენს მიზანს. ისიამოვნეთ პროცესით და ჩვენც გვასიამოვნეთ.